სტრესი, ჰორმონალური დარღვევები, გენეტიკა და რადიაცია. ეს კიბოს გამომწვევი მიზეზების არასრული ჩამონათვალია. საქართველოში ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად 1200 ქალი ავადდება. სტატისტიკის მიხედვით სიმსივნის პირველ სტადიაზე გამოვლენა 1 წლის განმავლობაში 26%-ით გაიზარდა. აქვს თუ არა დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას გადამწყვეტი მნიშვნელობა და როგორ მივიდნენ ექიმები ამ შედეგამდე? ლილიკო გოგოხიაგი ამბობთ. მიხარია რომ ეს ჩემს ოჯახთან ერთად ასე ჯანმრთელად კარგად გამოვიყურეთ. დღეს თავს კარგად გრძნობს. ზუსტად 1 წლის წინ კი 51 წლის ინგა მასურაშვილის მედიკოსებმა საეჭვო ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სტრინინგ ცენტრში სრულიად შემთხვევით მოხდა. პროფესიით პედაგოგი იხსენებს, რომ ჩივილები არ ქონდა და საეჭვოც არაფერი შეუნიშნავს. მედიკოსებთან შემთხვევით მოხდრილს კი უთხრეს, რომ 3 თვის დაგვიანების შემთხვევაში მისი მდგომარეობა უიმედო იქნებოდა. 3 დღე ძალიან გამიცდიდი, ძალიან ნერვიულობდი და მე ვიფიქრე, რომ ესე არ გამოვა. ჩემს იქით მეუღლია, შვილები არიან, დედა. და გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი და მივყოლოდი ამ ჯანმრთელობისთვის მიმეხედა. წავედი უკვე მკურნალ ექიმთან, გამიკეთდა ოპერაცია და ექიმმა მითხრა, რომ 3 თვეც რომ დაგეგვიანა, უკვე ცუდი მდგომარეობა იქნებოდაო. კიბოს ყველაზე მეტი შემთხვევა 35-დან 60 წლის ასაკში ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის მეთოდები იხვეწება, სიკვდილიანობის შემთხვევა მაინც მატულობს. მიზეზად კი დაავადების გვიან გამოვლენა სახელდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს და მისი დაავადება პირველ სტადიაშია, კიბოს სრულად განკურნება შესაძლებელია. მიზეზები იმისა, რომ ეს დაავადება მეტად აგრესიულია და მეტად ესეთ შიშს იწვევს მოსახლეობაში, აი ამის მიზეზი გარკვეულია, ეს არის დაგვიანებული დიაგნოსტიკა. თორემ აქვე მინდა გითხრათ, რომ კიბო ისეთივე განკურნებადი დაავადებაა, როგორც ნებისმიერი სხვა პათოლოგია. ქალებში ავთვისებიან სიმსივნეებს შორის პირველ ადგილზე ძუძუს კიბოა, მეორეზე კი საშვილოს ნოსხელის სიმსივნე. საქართველოში ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად 1200 ქალი ავადდება. სტატისტიკის მიხედვით სიმსივნის პირველი სტადიის გამოვლენა 1 წლის განმავლობაში 26%-ით გაიზარდა, თუმცა დაიკლო მესამე სტადიის მაჩვენებელმა. 2008 წლის მონაცემებით დაავადებულთა 44% სიმსივნის მესამე სტადია დაუდგინდა. 2009 წელს კი ამ რიცხვმა 18%-მდე დაიკლო. ძუძუს კიბოს შემთხვევები მსოფლიოში იზრდება, მაგრამ ყველაზე ძირითადი მომენტი, რაც სკრინინგის წარმატება შეიძლება ჩაითვალოს და ასე ვთქვათ, დიდ მიღწევად შესაძლებელი გახდა გამოვლენილი შემთხვევების მართვა. სტრესი, ჰორმონალური პროცესები, გენეტიკა და რადიაცია. ეს არასრული ჩამონათვალია კიბოს გამომწვევი მიზეზებიდან. მედიკოსები თვლიან, რომ 21 საუკუნის სენი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, თუმცა თანამედროვე მეცნიერების მიღწევად ადრეულ დიაგნოსტიკას ასახელებენ.